დღეს 25 სექტემბერს სასტუმრო ჰუალინგის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ახალი 2025 წლის ბიბლიის პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ბიბლიური საზოგადოება და ქრისტიანული ორგანიზაცია Soul Place Georgia. სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა პროტესტანტული, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები. კონფერენციის ბოლოს თითოეულმა დენომინაციამ საჩუქრად მიიღო ბიბლიები. ბიბლიური საზოგადოება არსებობს 1996 წლიდან საქართველოში. მთავარი არსი ამ ბიბლიური საზოგადოების არის ის, რომ იქცეს არა დენომინაციურ ორგანიზაციად, არა იმ ორგანიზაციად, რომელიც რომელიმე ერთ ეკლესიას ემსახურება. 30 წლის განმავლობაში შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოხერხდა რაღაცნაირად. ამ ტექსტს შეეხება შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკეთესო ტექსტი, რაც ბიბლიური საზოგადოების დღესდღეობით აქვს. ის არის არსებითად 2013 წლის გამოცემა ბიბლიური საზოგადოების, მაგრამ ბევრად დახვეწილი და შესწორებული ნაკლები შეცდომით. ჩვენ ვართ ახალგაზრდული მოძრაობა, ქრისტიანული მოძრაობა, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩვენი სურვილით და ჩვენი ენთუზიაზმით დაკავებულები ვართ, რომ გავავრცელოთ ბიბლია რაც შეიძლება ფართო მასებში. ჩვენი მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ თანხები, რომ ბიბლიური საზოგადოებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ განგვეხორციელებინა ერთობლიობაში ეს პროექტი ფინანსური თვალსაზრისით მაქვს ლაპარაკი და ორგანიზების თვალსაზრისით და დიზაინის იდეა, ჩვენი იდეა იყო ეს ინდექსაცია, მოოქროვილი გვერდები და ვიზუალურად ტექსტი, რომ იმსგავსებოდა 2001 წლის თარგმანს.